Hello guys. გამარჯობა. ეს ვიდეო იქნება სავარაუდოდ ბოლო, რასაც დავდებ ამ წელს. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს ყველას. რა მინდა გადავიღო ვიდეო ახლა. ანუ ქართულში გვაქვს, თავისუფალი თემა გქონდა რა უნივერსიტეტში და ავირჩიე თემა და მინდა გავაზიარო აქაც. რატო არის ცუდი ფანატიკური პერფექციონისტობა და რითი გვაზიანებს ის ჩვენ? ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ნახეს რომ მაგ მიზანი, მაგრამ ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მეზარება, ფსიქოლოგიაში მეზარება არ არსებობს. ფსიქოლოგიაში არსებობს არ მაქვს ინტერესი. ეს ტერმინი. პრობლემა იცი რა არის თან დავამუღამი რომ ხალხს ეშინია რომ გამოუვა ვიდრე რომ არ გამოუვა. მაგიტო რა კეთებენ ბევრ წამოწყებას, ბევრ საქმეს, იმიტომ რომ რო გამომივიდეს მე ახალი ისა, მე უცნობი გარემო იქნება რა და არ ხარ კომფორტულად. მაგიტო უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. უპს მომიწია შემეცვალა გარემო. მოკლედ, anyways, საიდან გვაქვს ეგ ჩვენ სურვილი? სოციუმიდან გინდა არ გინდა ყველგან კონკურენცია ხალხო სულ იყო და სულ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიზდებით სოციუმში რა, ბავშვობიდან მოყოლებული ადარებენ ვიღაცას ხო? ბაღში, გინდ სკოლაში, ყველგან რომ აი ის უკეთესია, შენ არც ისე. ან შენ უკეთესი ხარ, ის არც ისე. გქონდა მე ტვინში გვებეჭდება და მე ვფიქრობთ რომ აი რო ვიყო მიღებული, ღირებული, კარგი, უნდა ვიყო სხვაზე უკეთესი. რაღაც თემებში არ უნდა იყო მკაცრად და არ უნდა იყო 100%-იანად იდეალურად უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ დაგაზიანებს მაგალითად მე დამაზინარაში მოკლედ ადრე მეთქი დიეტებზე რო ვიყავი ძალიან რა მეთქი всё вообще აღარ შევჭამ ხორცს ტკბილეულს ამოვიღებ და 100%-იანად მართლა ძალიან სუფთად ვიკვებებოდი მაგრამ ამან მე დამაზიანეს მე არც დარღვევის დღე არ მქონდა იმენა მართლა მოღებული მქონდა რის გამოც მე დამეწყო მენტალური პრობლემები და ორგანიზმშიც disbalance. Იდეთ თემებში ვიძახი უფრო და იმაში რომ აი რაღაც თუ არა ძალიან კრიტიკული მომენტი, დავალებას არ ვიძახი რომ არ გაკეთო იდეალურად და რაღაცა. იმიტომ რომ სტანდარტია დავალების დროს და მოგიწევს რომ გაკეთო, მაგ სტანდარტს მიყვე რომ გაკეთო, ისე რომ კაი მაღალი ქულა გქონდეს, მაგრამ ცხოვრებისეულ მომენტებზე ვიძახი რა რაღაც ჰობი თუ გაქვს, არა საფალდებულო გაკეთო 10-დან 10-მდე. შეფასება. ჰობი რაღაც ახალი წამოწყების სურვილი, სხვა ადამიანი რომელმაც სცადა და არ გამოვიდა, მაგრამ არ დანებდა. შენზე უფრო წარმატებული იქნება, იმიტომ რომ მასაკ მეტი გამოცდილება პრაქტიკა და შენ რო ერთივე შეცდომაზე ხელს ჩაიქნებ, გამოცდილება და პრაქტიკა სად გექნება? არ გექნება. მოკლედ აქ ჩავსვამ ფუტოებს რა თქმა უნდა. ეს რატო გვემართება? საიდანაა ფესვები მაგის? გამოსავალზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ გამოსავალიც იცი რა შეადარო, ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და მერე გახდა წარმატებული. ხდებით, შეცდომა არ უდრის, რომ უეჭველი ძალიან ცუდია. ხანდახან უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ რაღაც გავიგოთ ხდებით. ამიტომაც ჯერ გახედე სხვის მაგალითებს. მე იქნები ძალიან მკაცრად და ძალიან დიდ მიზანს დაისახავ, რომელიც არაკომფორტულია შენთვის და ეგრევე მაღალი მიზნის დასახვა არის ცუდი, იმიტომ რომ შენ თუ არ გაქვს ამაში გამოცდილება და პრაქტიკა და არც საკმარისი ინფორმაცია, მე შეიძლება ვერ გამოგივიდეს და მე იმედგაცრუებული იქნება და მე საკუთარ თავის ზიზღი დაკნინება, რომ აი მე ვარ ასეთი ბანძი სხვას გამოვიდა, რა იცი რომ სხვას გამოვიდა პირველი ვეზე. უყურებ მხოლოდ შედეგს. პროცესმაც უნდა მოგცეს რაღაც ეს არა ხალისი. მოკლედ 10-დან 10-ს ნუთხოვთ თქვენს თავს ყველაფერში ხალხო. და გახსოვდეთ ისიც. ბოლოს კარგი სიტყვები ჩავსვი და ეგეც მინდა თქვა. გამარჯვებული არის ადამიანი, რომელმაც უბრალოდ არ შეჩერდა წაგების მიუხედავად. შეცდომებს ძალით არ ვუშვებთ ხალხო. შეცდომა 1, შეცდომა 2, არა ეგ მაგის მაჩვენებელი რომ დანებდე. კი, შეგვიძლია აიღო პაუზა, რომ აი დაიღალე ძალიან. გამოფიტული ხარ უკვე, მაგრამ მაჩვენებელი რომ მიაგდო არ არის ეგ. მე არ ვიძახი იმაზე რომ აი წამოიწყე და აი აღარ მოგეწონა და შეეშვი. მე ვიძახი იმაზე რომ წამოიწყე, შეეშვი, მაგრამ სრული მაინც დაგრჩა. რომ აი მინდა კი, მაგრამ აი რა უქნა, რა ვერ გამოდის ხო? No.